ქალაქში იპოვი ამათ. დილამშვიდობის, შაბათი დილამშვიდობის. როგორ ხართ? არ დავიკარგები, არც ერთ წავალი თქო, როგორ შეშუპებული. ვიკარგები. ეხლა რა ხდება ჩვენთან? ესე ჯობია. ჯერ შევიკრათ თმა. დილით ვერაფერი რო ვერ მოვიფიქრე. გავხეხე ღუმელი, რომელიც სულ ძალიან დიდი ხანია მაწუხებს. რო შევხედავ ხოლმე, გული მიჩერდება, იმდენ არ მომწონდა. ასეთი მოვიდა ჩემ სახლში და არ ვიცოდი როგორ უნდა დამეშალო. გაჩვენებთ. და ეხლა დავიწყე გაცხელება, რომ გამოვაცხოთ პური. პური, არსობისა. თქვენ როგორ ხართ, როგორი შაბათი დღე გაქვთ? ეს არის ცეხვილი. იდეალურად გამოიყურება. არ უნდა ვქვილი. ესეთი დამუშავებული ცომი არის პერფექტო. დიდად არ ვარ მე ამის ცომის მცოდნე, მაგრამ ჩემთვის საკმარის პურებს, ჩემთვის მისაღებს ვიცხობ, იმიტომ რომ მიყვარს ცეხვილი პური. ძვირი ღირს, ასეც ძვირი გამოდის, მოხმარებულ გაზს რომ მიამატო. 6 ღირს თქვილი. გამოვარო, ბევრია. ჩვენთან რა ხდება? შეიძლება მეორე ოპერაცია დაჭირდეს. 3 დღე მძინავს. რაც ინფორმაცია მოვისმინე. ვერ ხრის ფეხს. ის სახსარი, რომელიც მოხში გვაქვს ჩაშკა. რა ქვია? რაღაც ქვია გამახსენდება. არტრიალებს. და პლუს ოპერაციის შემდეგ ძალიან პატარა ნაწილაკი დარჩა, რომელიც არ შეუერთდა, არ შეხორცდა 30 წლის ასაკში, 80 წლის ასაკში აუცილებლად თავს გამოიჩენს. შეუცვალეს კურსი. თუ დღე გამოშვებით დავდიოდით თერაპიაზე და ვარჯიშებზე. დავდივართ ყოველ დღე. თუ 1 საათი ავარჯიშებდნენ, გავარჯიშებენ 2 საათი. მოკლედ მერას მოვარჯიშებ. ასეთი ამბავია და ხოდა არ ვიცი როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ფიქრობ ახლა რომ იმედს ვიტოვებ რომ მოხდეს. არ ფიქრობ ჯერ არ დავიღებ წინასწარ. არ ვიცი. 25 დეკემბერს რო დაიწყო არ გაჩერებულა. არაფერი არ გაჩერებულა.
ყველაფერი ემატება, მიდის, წინ მიდის. ცუდი, კარგი არა. ეს რაოდენობა პური ყოფნის 2-3 დღე. და ერთი კოლოფი კი გონახევრია. მეცეთ პურს მორჩები და მე ხელი ვარ გამოჭუჭყოს. გეტყვით რამდენ კილოიანია. სად ვიყიდე რა ერთა და თუ არ გიზარებათ თქვენც მიერთვით, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზმის ცხი ამ ქულით გამომცხვარი ღირს ძალიან ძვირი. ცოტა ჩვეულებრივი ქულინების მერე ხარისხის შეუღიეთ, რომ არ აქვს ამ ქულს წებოვნება ისეთი კარგი, რომ კარგი ცომი გამოვიდეს. შევაგრძელოთ ჩვენს გახეხილგას ქურაში. გრადუსზე ზედაქვედა წვა ჩავრთ. შევაგრძელოთ ფქილი. შევიცინე ეს ლა ფამილიას და 2 კილოია, 200 გრამი, 2000 გრამი 2 კილოიანი. მახსოვს რომ კარფურში უფრო უფათ იყო, 6 ლარი ყიდა, უფრო დიდი, 3 კილოიანი. მეოთხედ გამოვაცხე და კიდე 2 გამოცხობა მაქვს. ანუ ღირს რა. ბოდიში. ველი ხელები დააწუნწკუროს, ვერ გამასწრებს, მაგრამ მე დავაწუნწკური გამოსაწმენდი მაქვს და თითქოს დიდად არ მოვუფრთხილებ. დავისყავ. რომელი ჯიქა მინდა. ჯიქა. ეს არის ყანწევით ჯიქა და არც ივდობა ხოლმე. საჭმელი გადამეწყოთი არა გამოფეხო, განიცკასვლა ძალიან მეზარება და ნაგავმოქვს გასატანი. ყველაფერი მეზარება. ჩემი ცუდად ყოფნა ესეთი არ ხოლმე. მაგრამ რაღაცებს მაინც ვაკეთებ, რა თქმა უნდა, რაც მნიშვნელოვანია. გაწმენდა უნდა აშკარად ჩემს თავის აპარატს. რაღაცნაირი ხმები აქ დავიღალეო. მანქანა დადის. რაღაცები გამოვიცვალე. რაღაცებში მივეხმარე, არ მახსოვს გითხარით თუ არა მოკლედ. ამ ამბავში რო ვიყავით, თოვლი ჩამოვარდა. დაეცაზე და გადახა შუშისაწმენდი ტურნიკი. დამემატა ყოველ დღე ველოდები მოჭიმული რომ რაიმე უნდა მოხდეს. არ ვიცი. როდის დასრულდება ეს ამბები, მაგრამ ერთი გამოვლელი მაქვს უფრო უარესი. იყო ჩემს ცხოვრებაში 26 წლის ასაკში 26 წლიდან ფაქტიურად თითქმის 20 წელი გავიდა, მაგრამ არ ვიყავ მზად. ამ ყველაფრის მეცნიერება რა გავაკეთო, ანუ რო ვიცი რო აზრი არ აქვს. ალბათ რაღაც უფრო უარესებს ამარიდა, ღმერთმა ასევე მშვიდობ თავს და რა თქმა უნდა ასეც არის.
მაგრამ ის რომ გაანალიზო რეები გადამხდა ერთი თვის განმავლობაში кошмар ბანკმა ეს ხე არ მომცა არა ხა როგორ იყო მოვყვეთ მე მაქვს ხელფასები რაღაცები მიჩანს რაღაცები ხელფასად არ დეკლარირდება და მაქვს ფიზიკური პირის შემოსავალი ფიზიკური პირის შემოსავლით რომ დამითვალონ მინდოდა 15,000 ეს ხირო ცოტა უკეთეს ვეღიდდი 25%-ად შემომთავაზეს არ მინდი მასეთი მანქანა მაგას მაშინ $300-400 დამიჯდება ამის მოტორის გამოცვლა და გამოვუცვლი და კიდე იმუშავებს ძალიან დიდხანს 25%-ად სისხლს არ ავიღებ დანარჩენი ახლა გადავედი ბეგიგმაზე გავუშვი ჩემი გვერდი ანუ Facebook-საც ყოფილს ვხდი იმისთვის რომ ამუშავოს და ეთყობა ცოტა ცუდი პერიოდია 3 მარტი 8 მარტი ქეიფობენ გოგოები 3 მარტის მოლოცვა დამავიწყდა თქვენგან მოლოცვები მივიღე და წავაკითხე ცოტა გვიანია მაგრამ გილოცავთ დედობა არის ყოველ დღე არ ჭირდება ეს არის ყველაზე კარგი პროფესია ყველაზე კარგი თვისება ყველაზე კარგი შინაგანი მდგომარეობა ეს ჩემთვის ერთადერთი ბედნიერების ერთ-ერთი ანუ ჩემ თავს ხო მეც მაქვს ჩემ ბედნიერებები პირადი ჩემი შეგრძნებები მაგრამ ეს თავშია ყველას გისურვებთ რომ ჯანმრთელი შვილები გყოლოდათ და ბედნიერი დედები ყოფილიყავით დაფასებულები რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხო და ალბათ გადაყვნენ დავიწყებ აქტიურად მუშაობას ხელფასებს გავაკეთებ ჩემს კომპანიაზე და შესაბამისად გავმეუბრუნებ ხელფასი ეგრე იქნება რამე იქნება ისე არ მოხდება არაფერი კიდევ იმედით ვარ ხო ეს სხვა გზა აღარ არის უკვე ბევრი ვიტირებ ბევრი ვინერვიულებ ბევრი ვიფიქრე ანუ აი ამ ფიქრის პროცესში გამოსწორებას რო ლამობდი და რო ვფიქრობდი რომ სიტუაცია მომერულა შემომეტრიალებინა სასიკეთო მხარეს ამ ფიქრის დროს და მწვალების დროს პირიქით მიდიოდა შესაბამისად გავუშვი საჯასხელი რაც იქნება იქ იქნება ამაზე უარესებიც გამივლია და ყოფილა შაბათია დღეს და მე კიდე ჩემი სამსახურის დირექტორს მივწერე დილაუთენია რომ რაკენი ქონდა გუშინ შეხვედრა რა თქო რაღაცა გავუმზადე ფინანსური ანალიტიკა ჭირდებოდა რაღაც რამოდენიმე თვის და დავეწვნედა და კიდე მარტის რაღაც ჩამიგდა თქო და წერს ეხა გავახილე თვალო გამოვფხიზლდა და გირეკა ხო და რა შევცვალე მე დავიკიდე მაგრამ ცუდი ემოციური ფონი მაქვს ნებისმიერ ახალ ბარიერს ხვდები ძილით ერთ ვიტოვებ რომ მარტის დასაწყისში ახლა საავტომატ კარგი სამუშაო პერიოდია ხოლმე და უკეთეს სიტუაცია იქნება და საერთოდ დავიწყებ მუშაობას ანუ მე აბსოლუტურად გაჩერებული ვიყავი აბსოლუტურად გაჩერებული იმიტომ რომ ვერ წარმომედგინა რომ რაღაცები უჩვენთ ყოფილიყო რაღაც იყო დღეები როცა ძალიან ხუთილარი მქონდა და გავდიოდი სამუშაოდ მაგრამ ეს არ იყო სტაბილური და როცა ბუსინეს ანუ ბიზნეს გვერდს აჩერებ დაიწყებ თავიდან ძალიან უჭირს მე წინ წასვლა იმეც ვიტოვებ თანამშრომლებიც არ გამიქცევიან იმიტომ რომ კარგი პერიოდი მოდის ხუმრობ რა თქმა უნდა მე კარგი გოგონები მყავს
ეს ხდება ძირითადად მძინავს დათვევით და ვცდილობ რომ გავიღვიძე, არ ვიფიქრო, მაგრამ რა თქმა უნდა მეფიქრება რა იქნება. აქ უკვე ნიკუშას ჯანმრთელობაზე ელაპარაკი დანარჩენი რაღაც შემოbromდება, რა ვიცი, ხალხს უარ ყავს მანქანები, არ ცხოვრობ. ორა, ძალიან მხიარულად ვარ. იმდენ მხიარულად, რომ ხო გავისერინე. ჩაგისვით მე მგონი თავში ის კადრები. სამმარტს ნიკუშას მოხსნეს ამავდროულად ფიქსატორი და ყავარჯაიც გადააგდებინეს, ანუ შიდა შეხორცება არის იდეალურად. შიგნით ყველაფერი ნორმალურად მიახორც და მოახორცდა ერთმანეთს, გარდა იმ პატარა ძვლისა, რომელიც პრობლემას არ შექმნის ჯერჯერობით, იყოს თავისთვის. ასე მითხრეს, მე არ ვარ ტრამატოლოგი. მაგრამ ეს ჩაშკა არ ტრიალებს. 120 გრადუსზე უნდა მოხაროს ადამიანმა ფეხი, ზოგი 120 გრადუსზე ვერ ხრის. 90 გრადუსს ვერ ავწდით. და ჩვენი ტრამატოლოგი შოკირებული იყო. ფეხი מחარებად ძალიან მოეწონა სურათი ეს რადგან კინაღამ გულწამევიდა. არ ვიცი ხოლმე ესეთ სისუსტეები, მაგრამ ხო შემაქანა. და სუშველი გულის წასვლით არ ვიცი, მაგრამ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და მარტო ოპერაცია მოწუდა, ორსესე შევიდა და აქ დატრიალდა დედა მიდირა. ხო წება მომალო ხა გაშალი ვაბა ესქენიო სინჯოს. რენტგენი ძალიან მოგვეწონა პირველი მეორე ოპერაციის სანამ გაუკეთებდნენ ის შემდეგ ის ვნახეთ შემდეგ ის და კარგია 4 საუკუნით აღსდგა რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ესები არ უშვებს. ძალიან მტკივნეული პროცედურაა. ძალიან განვიცდი, რა თქმა უნდა იმასაც, რომ სტკივა ასეთი აპარატია, რომელიც პრობლემებზე ასალიასკაზე და ის შენეუბნები რამდენ გრადუსზე აქ ესე მიბჭენილი დაბმულია და შენეუბნები რამდენ გრადუსზე უნდა ესე ძალით შეატანინოს და ხო მექანოთერაპია ქვია ამას და ინტენსიური ვარჯიშები კუნთის ელექტრო და მოკლედ. ესეთი ამბებია ჩემსკენ გოგოებო და ბიჭებო. მე კიდევ სხვა თემაც მაქვს. არ ვიცი ცუდად მომქეცი თუ კარგად მომქეცი. დღეს მეორედ მოვალ რაღაცა. ესე მინდა რომ ორი იყოს. წავედი ახლა მე ბედნიერ შაბათ დღეს გისურვებთ. უნდა გავუძლოთ. მე ვიცი რომ მარტო არ ვარ. ყველა ოჯახში ყველგან პრობლემაა. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, ზოგს ასეთი, ზოგს ისეთი, მაგრამ ყველას თავის პრობლემა, პრობლემაა. მაგრამ არ არსებობს პრობლემა, რომელიც არ მთავრდება. დაჭირდება ოპერაცია გავაკეთებთ. მოხრის გაშლის, ხო კარგი. მეც გევიმართები. კეთილები რა არ უყურებთ, გიჟდები. თეატრის ბიჭები. ჩვენც გევიმართებით, აბა რას ვიზავთ. ესეა ცხოვრება. მე ვფიქრობ, რომ ჯოჯოხეთს აქ მიქმნის ღმერთი ალბათ იქ კარგრამას მიმზადებს. კოცნით გეფერებით, დროებით.